ძვირფასო Facebook მაყურებლებო, დღესდღეობით შემოგთავაზებთ მზის ამრეკლავ კრემს. მოვიდა გაზაფხული და საჭიროა ყველამ ვიხმაროთ ეს კრემი, რომ მზისგან დამწრობა არ მივიღოთ. შემადგენლობა ასეთი არის: ფუძედ ვიღებთ აი ასეთ დამზადებულ მასალას, რომელიც მიიღება შის კალაქიდან, ქოქოსის ზეთიდან, მანგოდან, კაკაოს ცხიმიდან, სპერმაცედი და თაფლის ათელია. გაერთიანებული და არის და ესხმება ქოქოსის ზეთი მხოლოდ. შევდგამთ, ისე იგი, ჭურჭელს, აი ასეთ ჭურჭელს შევდგამთ, ისე იგი, წყალში ჩავდგამთ, შემდეგ შევდგამთ გაზზე და მორევით მივიღებთ, ისე იგი, აი ასეთ გავაცივებთ და მივიღებთ აი ასეთ მასალას. ეს მასალა საერთოდ არის ფუძეს უწოდებთ ჩვენ. ამ ფუძეს, ისე იგი, შევურევთ, აი ახლა ბოლო ხანებში გამოვიდა აი ასეთი მალამო, აი როგორი სქელი არის. ეხლა ამ მალამოს ქვია სპრე, რომელიც ეხლა ამ ბოლო ხანებში შევიძინე და რატო. წინათ, ისე იგი, ჩვენ ახალგაზრდობაზე მაქვს ლაპარაკი, ქვიჯით ურევდით ძალიან დიდი ხანი და ძალიან შრომატებადი იყო. ღვიში იყო ზინჩი ოქსიდანტი, ვერცხლის პრეციპიტი, აგრეთვე იყო სალოლი, სალიცილი და არ ვიცი ასე შემდეგ, რომელსაც დიდი ხანს ურევდით, რომ პუდრად ქცეულიყო და ამის შემდეგ ურევდით კვებავში. ეხლა ისე იგი რაღაც აი ასეთი რაღაცა გამოვიდა, რომელიც არის ძალიან სქელი, ძალიან სქელი. ამაში შედის ყველა ის ნივთიერება, რომელიც ჩამოვთვალე. ამის გარდა დამატებული აქვს ჰიალურონის მჟავა და აგრეთვე დამატებული აქვს ციანიდი, B3 ვიტამინი. ეს ესე იგი მასალა უნდა 50 მგ-იანია ბანკა. ეს მასალა უნდა გახსნათ 250 გრამ ფუძეში. და ესე იგი ამიდან კეთდება 250 გრამი მზის ამრეკლავი. ფუძე ისე იგი კიდევაც განახეთ, რომელიც არის და რომელიც საც ვაკეთებ მე პირადად, მაგრამ არის ისე იგი ზოგიერთები, რომ გაიადვილოს საქმე და ვაზელინის აკეთებენ ფუძედ. მაგრამ ისე იგი ვაზელინი, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გაითვალისწინოთ ეს ამბავი, არის ნავთობის გამოწნეხით მიღებული ცხიმი, რომელიც მზეზე გასვლის შემდეგ იძლევა შავ წერტილებს, ტალებს, ჭორფებს და სახის კანს აფუჭებს. მაგრამ თუ მკვებავის ფუდით არის გაკეთებული ეს ისე იგი მზის ამრეკლავი, ის პირიქით კანს კვებავს და კიდევაც ირეკლავს ისე იგი მას. აი ასეთი ვღებულობთ ისე იგი აი ასეთ კრემს, მოთქვები ვთქვიფავთ აი ამ მასალით. აი ასეთი კრემს ვღებულობთ. აი ასეთი ტექნიკურად აი ასე უნდა იქნას დამუშავებული, აი ამითი მორევით და აი ამაში გარეულია ეს ფუძე და ეს მათეთრებელი კრემი. აი ასეთი არაჩვეულებრივი, ნატურალური, აი ნამდვილი ნატურალი, რომელიც შეიძლება ადამიანმა კიდევაც ჭამოს, აი ესეთი ის არის კონსისტენციის და დამზადების ტექნოლოგია ძალიან უნდა დახვეწოთ, იმიტომ რომ ამ დროს მალამო ხდება თხევადი სიცხის გამო. ამიტომ აი რომ უნდა შეწყვიტოთ უნდა მუშაობა, სანამდე აი ასეთ არ უნდა ჩამოვარდეს, აი ეს არ უნდა ჩამოვარდეს და უნდა იყოს შენარჩუნებული. აი ასეთ მალამოს ვღებულობთ, რომელიც არის შესანიშნავი, ნატურალური და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას. დღევანდელი ლექსია ჩემი ესეთი არის, თუ ვინმეს მოგინდებათ, რომ შეიძინოთ ეს კრემი, ივლისის დასაწყისამდე აქ ვარ და შემიძლია შემოგთავაზოთ ნამდვილი ნატურალური მზის დამცავი კრემი და ასევე შემიძლია კიდე შემოგთავაზოთ
კვებავი კრები. მადლობთ ყურადღებისათვის.